ერთი 30 მესიჯი მაინც შემოვიდა მარტო დღეს რომ რამე თქვი იმ კანონზე, რომელიც მიიღეს ახლახანს ავტომობილებზე. გამშვებ გადაკეთებული ავტომობილის ექსპლუატაცია რო აიგზავნა, მაგ კანონზეა საუბარი. ჩემი აზრით, ეგ კანონი არის ძალიან კარგი კანონი, რომელიც მივიღეთ ცუდად. ეხლა ეს რას ნიშნავს? ყველას არ უნდა ეხებოდეს ეგ კანონი. არ შეიძლება რომ მანქანა მარტო იმიტომ ჩამოვართვა და გადაიყვანა საჯარიმოზე, რომ გამშვები აქვს გადაკეთებული. ის გადაკეთებული გამშვები შეიძლება საერთოდ არ იყოს ხმაურიანი. ასე მგონია მე. თუმცა ძალიან გამეხარდა რაღაც მომენტში მაგ კანონის მიღება, იმიტომ რომ არსებობს ხალხი, რომლებსაც ფეხებზე კიდია ყველა, გამოვარდებიან ხოლმე ღამე, დაბრღუილობენ ამ თავის მანქანებით და აღვიძებენ ბავშვებს და ავადმყოფ მოხუცებს. და ადამიანს რო სხვისი ბავშვი და ავადმყოფი მოხუცი ფეხებზე კიდია, იმას მე ავტომოყვარულს ვერ უწოდებ, ეგ ხალხი ავტომოყვარული არ არის. ხო და აი მაგ ხალხის გასაჩერებლად რამე კანონი აუცილებლად საჭირო იყო. თუმცა ეს კანონი ის არ არის რაც გვინდოდა. ამიტომ ეს კანონი უნდა შეიცვალოს. და შეიცვალოს როგორ? საავტომობილო ფედერაციასთან ერთად, ან ვინმე ორგანიზატორ ორგანიზაციასთან ერთად, უნდა შეგროვდეს ხელმოწერები, მიუმართოთ სპეციალურად კანონის ავტორებს და ესეთი რაღაცა უთხრათ. ყოჩახ, კარგი კანონია, მაგრამ მოდი ახლა ცოტა შევცვალოთ, რომ ის გახდეს რაც გვინდოდა. გაიზომოს დეციბელები ავტომობილზე და თუ რაღაც კონკრეტულ დათქმულ დეციბელს აღემატება, როგორც არის მაგალითად ევროპაში, თუნდაც ან ამერიკაში, ან სადღაც, ამერიკა ავიღოთ, იმიტომ რომ ბევრად უფრო ნაკლები რეგულაცია აქვს. თუ რაღაც ამ დეციბელს აღემატება, მაშინ ჩამოვართვით მანქანა, კი ბატონო, და თუ არ აღემატება, დაანებეთ თავი. ჩემი აზრით, ეს ავტომოყვარულების უმეტესობას გავეხარდება. ვისაც ეს არ გაეხარდება, იმიტომ რომ გატრობული რაღაცა ის უნდა ყავდეს 8 ცილინდრიანი და თავის დილი ხორი გაისწოროს და სხვისი ბავშვი ფეხებზე ეკიდოს. რავი, მაგ ხალხს თუ არ გაეხარდება, დიდად არც მაინტერესებს. ეგეთ ადამიანებს ნამდვილად უნდა აიძულო რომ გადააკეთონ ენგამში. ეს არის ჩემი აზრი. დანარჩენი ახლა გონია რომ ყველაზე სწორი ეს იქნება და უმეტესობას ჩვენსაც ეს შეაუნება ესეთი ცვლილება ამ კანონში. იმიტომ რომ ეს კანონი ასე რომ დარჩეს, მიუღებელი მგონია.